ქართული ოცნება თანმიმდევრულად თანადგურებს დიპლომატიურ კავშირებს პარტნიორ სახელმწიფოებთან ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი მტრული განცხადებები დიპლომატის მიმართ, რაც თავად მის მთავრობაზე თავდასხმას ნიშნავს. ბერლინმა არაერთხელ განუმარტა ივანიშვილის რეჟიმს, რომ ელჩი გერმანიის მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ქართული ოცნების შეტევის ობიექტია ევროკავშირის ელჩით, რომელსაც დღეს ასევე შეურაცხყოფელი ფრაზებით მოიხსენიებდნენ. პარტნიორებზე გამუდმებული თავდასხმის ფონზე დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. გზავნილს ათობით ქვეყანა უერთდება. ქართულ ოცნებას დიპლომატიური საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. შევდივარ და მოვისმენ რის თქმას აპირებენ, მაგრამ ასევე უარყოფ მტკიცედ უსაფუძვლო და გამაღიზიანებელ ბრალდებებს გერმანიის მთავრობის პირადად ჩემი და კოლეგა ელჩების წინააღმდეგ. ასევე გამოვთქვამ საყვედურს საქართველოს მთავრობის მოქმედ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოა. ეს იმ დრომდე თქვა, ვიდრე საყვედურს თავად მოისმენდა. ამ გზავნილით პეტერ ფიშერი ოცნების საგარეო უწყებაში შევიდა. ვიზიტი იძულებითი იყო. გერმანიის ელჩი შეხვედრაზე დაიბარეს. ფოტოები უპრეცედენტო მოვლენას ასახავს. ფიშერის წინ მაგიდასთან აქ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეზის და გერმანიის ელჩის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. თითქმის 2 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფორმაცია ამის შესახებ თავად უწყებამ გაავრცელა. I made a statement before I went in. I refer you to that meeting and I also refer you to the statement of 33 embassies from this morning. Thank you. ფიშერმა კი სამინისტრო ამ მოკლე გზავნილით დატოვა. თქვა, რომ შეხვედრამდე ნათქვამი დამატებას არ საჭიროებს. საგარეო უწყების შენობის წინ გაკეთებული განცხადება კი სწორედ ის გზავნილია, რასაც ქართული ოცნება წყობიდან გამოჰყავს. არადა ივანიშვილის პარტია ბერლინიდან არაერთხელ გააფრთხილეს, რომ გერმანიის ოფიციალურ წარმომადგენელზე თავდასხმა ეს ავტომატურად მთავრობაზე თავდასხმად ფასდება. ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარს გაკეთება. რა თქმა უნდა. რა შეხედა დაბარებას ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მარცხეჯულებაზე და დამოუკიდებელ მარცხეჯულებაზე და ასე შემდეგ. ფიშერის შემდეგ რიგში სავარაუდოდ პაველ ჰერშინსკია, რომელიც ჯერ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, თუმცა მაინც ოცნების გამოკვეთილ სამიზნედ რჩება. წინასაარჩევნო პერიოდში შეტევა გაძლიერებულია. ივანიშვილის პარტიამ დღეს ახალ საბაბსაც მიაგნო და დიპლომატს ამჯერად პროპაგანდისტულ მედიასთან კომუნიკაციის სტილი დაუწუნა. არ ვიცი რა დღეში ქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს გასაკვირია პირდაპირ. ევროკავშირის ელჩი კადრულობს, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ქართულ ჟურნალისტს, ეს არის მიუღებელი და მე მოუწოდებ, რომ ტონს დაუწიოს. გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელიც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის ჩემი ჩათვლით, ვიყავით ჩართული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო საპატივცემულო. და სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით და არ ვიცი რატომ აქვს ეს დამოკიდებულება, თავისი დამოკიდებულებით ამხიდებს წვავს. ელჩებზე ინტენსიურ შეტევაზე პასუხი ერთსულოვანია. ფიშერსა და ჰერშინსკიზე თავდასხმა მოცნება დღეს პრაქტიკულად უპრეცედენტო კრიტიკამდე მიიყვანა. წავე გზავნილი ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრმა და არაწევრმა სახელმწიფოებმა გაავრცელეს და ოცნება დიპლომატიური საქმიანობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. მტკიცედ უარყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტაბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას. დიპლომატებისთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებებით ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. ეს განცხადება დასტურია, რომ თუ მიზანი ყველა ელჩის დაშინება და მათი საელჩოებში გამოკეთვა იყო, ოცნება შედეგზე ვერ გავა. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პარტნიორებისგან საჭირო კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღებაა, რადგან ოცნებას საქართველოს იზოლირება გადაწყვეტილი აქვს. ამით აჩვენებს, რომ დასავლეთი უკვე ჩვენი მტერია. თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირე, რუსეთს ეუბნება, აი გვიყურეთ, როგორ ვექცევით და დასავლეთის სახელმწიფოებს. ფიგურალურად თუ შევაფასებთ, ქართული ოცნების მხრიდან
თან ეს არის სილის განაწუნება და იქიდან პასუხი უნდა იყოს ისეთი, რომ ყბარო ჩამოუღოს რა. აი დაახლოებით ეს იქნება ადეკვატური და მე იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირიც და გერმანიაც და დანარჩენი სახელმწიფოებიც ადეკვატურად უპასუხებენ ამას, იმიტომ რომ ამან რაღაც წითელი ხაზი მართლა გადალახა უკვე ქართულმა ოცნებამ. იზოლაციის შედეგებს ოცნება სიმკის რეჟიმი ლუქსემბურგის მინისტერიალის მიღმა დარჩა, სადაც მიწვევას მაკა ბოჭორიშვილი ელოდებოდა. ბოჭორიშვილის ნაცვლად კი მისაწვევი ელჩს გაუგზავნეს, რაც ივანიშვილის პარტიამ დამამცირებელ ნაბიჯად აღიქვა და კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს ღონისძიებას საერთოდ გამოთიშა. ლუქსემბურგში შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, რაც ეხება ეკონომიკურ კავშირებს. ცენტრალური ხაზი არის შავ ზღვაზე და შავი ზღვა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ოქროს გასაღებია, რეგიონში ოქროს გასაღები არის ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის და არა მარტო დასავლელი მეგობრებისთვის. ამერიკის ძალიან დიდი ინტერესია შავი ზღვა. სწორედ აი ამ თემებზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა და საქართველოს იქ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც აი ამ ოქროს გასაღების მფლობელი. მაგრამ ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის და გააკეთა იმისთვის ყველაფერი, რომ საქართველოს ჩაეხსნა ამ დასავლურ მოლაპარაკებებს. მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტის შემცირება ბრიუსელის პასუხია ოცნების ანტიევროპულ და რეპრესიულ პოლიტიკაზე. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ზომაა. ახლა კი იმის გამო, რომ ივანიშვილის პარტიამ უკან არ დაიხია, ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასაც განიხილავს.